მოგესალმებით ჩემი ძვირფესებო. ეს არის არხი ტაროს მოყვარულთათვის და დღეს გავაკეთოთ ესეთი საჯარო გაშლა, რა სიახლეების შემოდის უახლოესი ერთი თვის ტენდენცია. ფინანსები პირადი ურთიერთობები იმაში გადავხედოთ. ჩაუდგით მხოლოდ საკუთარი სახელი და გვარი და მოდი ვნახოთ რა სიახლე მოდის უახლოესი ერთი თვის პერიოდში. შეგახსენებთ, რომ ეს არის საჯარო და რასაკვირველია ყველაზე ერთნაირად არ რეზონირდება, თუმცა საჭირო ინფორმაციას აღმოაჩენთ თქვენთვის. პირად კონსულტაციებთან დაკავშირებით ხშირად მწერთ, გადადით მთავარ გვერდზე, იქ არის მითითებული ნომერი და შეგეძლოთ მომმართოთ ვიბერზე ან WhatsApp-ზე ნებისმიერ საკითხზე. წმენდის რიტუალები და პირადი კონსულტაციები. მაგიასთან მეკავშირი არ მაქვს. მაშ ასე, ხშირად შემომდის მსგავსი კითხვები და მაგიას არ ვაკეთებ, არანაირი მიჯაჭვულობებს არ ვაკეთებ და არც ვაპირებ ამის გაკეთებას. მხოლოდ მაქვს ნეგატიური ენერგიებისგან წმენდის რიტუალები, ძალიან კარგი აბსოლუტურად ყველანაირი ენერგიისგან განსათავისუფლებლად ცუდ ენერგიას გულისხმობ და პლუს პარალელურად არის პირადი კონსულტაციები დეტალურად. საკმაოდ საინტერესოა ტაროს ენერგია და ვინცაც გაინტერესებთ. მოგწადით. არ დაგავიწყდეთ და ალაიქოთ და გამოიწეროთ ჩემი არხით და მაშ ასე ვნახოთ უახლოესი ერთი თვის ტენდენციები. რა ხდება უახლოესი ერთი თვის ტენდენციები? აქ უახლოესი ერთი თვის ტენდენციები ნახეთ პირად ურთიერთობებში საკმაოდ სასიხარულო საკითხი შეიძლება დადგეს, აქ იწყებს აქტიურობას თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი პარტნიორი, რომელზეც ძალიან ბევრს ფიქრობთ. ურთიერთობა, რომელიც თქვენთვის განძს წარმოადგენს. აქ იყო რაღაცა წინააღმდეგობები ნამდვილად, აქ გურამი ქალის ენერგიაც არის, აიროფანტიც არის, აქ შესაძლებელია მაგიურ ზეგავლენებზე იყოს საუბარი. იყო საკმაოდ დიდი გაურკვევლობები, აქ ვიღაცა მიმართეთ დასახმარებლად ადამიანს, რომელიც მართავს ენერგიებს, მაგალითად მეც თუნდაც, აქ არის მამაო, მოლა, გურამი ქალის ენერგიაც პარალელურად დასახმარებლად ენერგიების თვალსაზრისით, მაშ ასე გილოცავთ თუ ვინმე მწვრილი შეიტანეთ იმაში, რომ განთავისუფლდით უარყოფითი ენერგიებისგან და ნეგატივებისგან, იწყებს მოქმედებას თქვენ ჩაფიქრებული ადამიანი. აბსოლუტურად აღმოფხრილია თუ კი რაიმე ნეგატიური ენერგიის ზემოქმედება იყო ურთიერთობებზე, ამიტომ წარმატებებს გისურვებთ, იმიტომ რომ აქ პარალელურად გარდა იმის, რომ იწყებს გამოცოცხლებას თქვენი პირადი ურთიერთობები და გადადის ახალ ეტაპზე და აქტიურ ფაზაში, ამასთან ერთად მოდის ფინანსური რესურსებიც. სხვადასხვა ბევრი თქვენთაგანი დიდი ხანია დანაზოგს აკეთებდით, აქ არის რაღაცა ძვირადღირებული ნივთების შეძენა, როგორც ავტომობილი, როგორც სახლი და ასე შემდეგ. სოლიდურ თანხებზე საუბარი განხილვა გექნებათ უახლოეს ორ პერიოდში. თქვენს გვერდით ხედავ ადამიანს, რომელთანაც არის წინააღმდეგობები და ზუსტად აი ამ წინააღმდეგობების გადალახვის იმპერატორი გვიახლა ზუსტად, აქ ურთიერთობაში არის ძალიან დიდი წინააღმდეგობა და აი ამ წინააღმდეგობების გადალახვა, დასრულება უნდა მოხდეს. ბევრი თქვენთაგანი, რომელიც საკმაოდ დიდი ხანია ბრძოლებში ხართ, 3-2-იანი ერთად დარჩა შესაძლებელია 2 წლის განმავლობაში პირად ურთიერთობებში საკმაოდ ესეთი ბრძოლის ენერგიებში ხართ, გაუთავებელი წინააღმდეგობები, გაუთავებელი გაურკვევლობები, კონფლიქტი და ასე შემდეგ. აქ ვერმო თქვენთაგანმა უნდა დაასრულოთ ესეთი ურთიერთობები, ვისთანაც აი 2 წელი განსაკუთრებით ხას გავუსმევ, არის ეს ნეგატიური ენერგიების ზემოქმედებები, რა თვალსაზრისით, სულ კონფლიქტი, სულ გარჩევები, სულ რაღაცა ღალატის ენერგია. ხისტი ენერგიები აქ ასრულებთ, საბოლოოდ ასრულებთ ამ ურთიერთობებს. თან ისე რომ უკან დასაბრუნებელ გზას არ დაუტოვებთ ადამიანს. კარგი, კიდევ რა სიახლე მოდის უახლოეს პერიოდში? რა სიახლე მოდის უახლოეს პერიოდში? მოდი ვნახოთ პირად ურთიერთობებში. რა სიახლე მოდის? პირად ურთიერთობებში. აი გითხარით კიდეც, ვისთანაც იყო შორი გზა და ჩამოკიდებული პარტნიორი, რომელიც არ მოქმედებდა და აბსოლუტურ მოქმედებაში იყო, დამერწმუნეთ, რომ ერთი კვირის ტენდენციაა, გამოცოცხლება უნდა მოხდეს თქვენი ჩაფიქრებული ადამიანის იმ პარტნიორის, რომელთანაც აი ეს წინააღმდეგობებში იყავით, სადაც იყო სიშორე, როგორც მენტალური, ასევე შესაძლებელია ფიზიკური სიშორე, ვიღაცასთან სხვათა შორის სადაც პარტნიორთან გზა გაშორებთ მანძილი, ამ გზის გამოვლას აპირებს რაღაცა გეგმა უნდა დაისახოს, ამ თქვენამდე მოსასვლელი გზა უნდა გამოიაროს, აქ მოხდება კომუნიკაციად კი ბატონო ადამიანთან, რომელთანაც დისტანცია აქ ნახეთ როგორც ის გამოსული, იწყებს მოქმედებას თქვენსკენ აუცილებლად. კიდევ რა არის საინტერესო ტენდენცია, რაც უნდა გავითვალისწინოთ? განთავისუფლება, აი აბსოლუტურად განთავისუფლება, როგორც უარყოფითი ენერგიებისგან ჩამოძვირფასება, ასევე სამკუთხედებისგან, გაუთავებელი სამკუთხედებისგან გამოსვლა ურთიერთობებიდან, აი აბსოლუტური თავისუფლება მოდის, აი დაახლოებით 7 დღე შეიძლება იყოს ერთი კვირის ტენდენცია იყოს, ვიდეო აქტუალურია ნახვიდან, არ აქვს მნიშვნელობა, როდის ნახავთ, ნახვიდან აი ერთი კვირის ტენდენცია ის, რომ აბსოლუტური განთავისუფლება, თითქოს გამოცოცხლება, ხელახლა დაბადება უნდა იცნოთ საკუთარი თავის.
და ძალიან კარგი ტენდენციები მოდის, აქ მოდის როგორც მატება პირდაპირ მნიშვნელობით ფინანსურ საკითხებში, ასევე შესაძლებელია ორსულობის საკითხით დადგეს, ვისთანაც აქტუალურია და ფრთხილად იყავით. ვისთანაც არ არის აქტუალური, ფრთხილად იყავით, ვისთანაც აქტუალურია, გილოცავთ. პარალელურად აღნიშნავ ახლა ფინანსურ საკითხებს აუცილებლად, აქ თითქოს 3 ადამიანი მოლაპარაკების გამზრდებით, აქ არის სოლიდურ თანხაზე განხილვები, შესაძლებელია ეს იყოს საბანკო კრედიტი, ან კიდევ ერთხელ გავუსმევ ხაზს, რაიმე ღირებულის შესაძენად კონტრაქტის გაფორმება საბუთებთან ფრთხილად იყავით. კარგად გაიარეთ დეტალურად, იმიტომ რომ შესაძლებელია მოხდეს ტყუილის ალბათობა, ვიღაცა თქვენი რესურსების გამოყენება შეიძლება მეგობრებო, ამიტომ კარგად დაუკვირდით რომ არ აღმოჩნდეთ მერე ბრძოლის ენერგიებში და წინააღმდეგობებში. კიდევ რა ხდება ფინანსური თვალსაზრისით ვნახოთ. ფინანსური თვალსაზრისით რა ხდება? კი ბატონო, აქ არის რაღაცა ვალდებულებები, რომელიც საკმაოდ დიდი ხანია უკვე გაწევთ კისერზე, როგორც ძალიან ძიმი ტვირთი, აქ არის გასასტუმრებელი თუ მისაღები რესურსები. ერთ მინიშნებას მოგცემთ იმას, რომ უახლოეს პერიოდში განსაკუთრებით მამაკაც გავუსმევ ხაზს, მამაკაცებს ფული არ მისცეთ, იმიტომ რომ ამ თანხის დანაკარგია და ვერ დაიბრუნებთ ამას უკან. პარალელურად იმასაც გეტყვით, რომ დიდი სიფრთხილე გამოიჩინეთ ჯიბესთან. ვინც განიხილავთ შორგზაზე წასვლას, ეხლა ამ ეტაპზე არ გამოდის რაღაც წინააღმდეგობებში, ხარ შესაძლებელია ის ზუსტად ფინანსური დანაკარგებიც იყოს ამ გზასთან დაკავშირებით, ნახეთ. ნუ გაიღებთ წინასწარ ხარჯებს, კარგად გათვალეთ რა და როგორ, იმიტომ რომ მოლოდინებში აღმოჩნდებით, დანაკარგებში აღმოჩნდებით, ეს გამოიწვევს ძალიან სტრესულ მდგომარეობას თქვენთვის, ვინც ახალ გზას გეგმავს, ნახეთ. სიფრთხილე გამოიჩინეთ. გზასთან დაკავშირებული გაღებული ფინანსური რესურსების კიდევ რა არის საინტერესო? ბევრ თქვენთაგანთან ახალი კონტრაქტია, შეიძლება იყოს სამსახური, შესაძლებელია იყოს სახთან დაკავშირებული რაღაცა ტენდენციები, ცვლილებები ჭერის შესაძლებელია, ან რაიმე დიზაინის შეცვლა კიდათ, ან რაღაცა ცვლილებები უნდა მოიტანოთ საკუთარ ჭერთან დაკავშირებით. რთული პერიოდი გაქვთ გავლილი ამ ყველაფერთან ერთად, პარალელურად გეტყვით იმას, რომ ძალიან დიდი სიხარულის ენერგია მოდის, რასაც 4 კედელი უკავშირდება, ეს იყოს სახლი, სამსახური და ასე შემდეგ. თუ სამსახურს ვიგულისხმევთ, მაშინ გეტყვით იმას, რომ აქ არის დაწინაურების პერსპექტივა, აქ არის გაზრდა როგორც შემოსავლების, ასევე დაკავებული თანამდებობის, იმიტომ რომ აქ ძალიან დიდი სიხარულის ენერგია მოდის და გილოცავთ ჩემო ძვირფასებო. რა იქნება რჩევა თქვენთვის უახლოეს ერთ თვეში? რა იქნება რჩევა თქვენთვის? ისწავლეთ საკუთარი თავის ფასი, ისწავლეთ საკუთარი რესურსების ფასი, იმიტომ რომ თქვენ საოცრად ძლიერი ქალბატონები და ბატონები ხართ, არ აქვს მნიშვნელობა ვინ მიყურებს, რა პოზიციაში ხართ და ასე შემდეგ. ერთადერთი რჩევა ის იქნება, რომ უახლოესი პერიოდი დაახლოებით 1 თვიდან დაწყებული ცვლილებების ასიკეთო, პირდაპირ მნიშვნელობით თქვენს ჯიბეს ურტყავს. აქ მოდის საინტერესო ტენდენციები, აქ მოდის ფულადი პრიზები, შესაძლებელია ბევრმა თქვენთაგან ლოტარიაშიც კი მოიგოთ. აქ სოლიდურ თანხებზეა საუბარი, მოკლედ ფინანსური რესურსების ზრდა მოდის თქვენ ცხოვრებაში. შესაძლებელია უკვე ამისთვის გაღებული გაქვთ, გადადგმული გაქვთ ნაბიჯიც, გაღებული გაქვთ რესურსიც, დროის თვალსაზრისით, ჩადებული გაქვთ რაღაცა ფუნდამენტი იმისთვის, რომ მოვიდეს ეს რესურსები და მერწმუნეთ, რომ უახლოეს პერიოდში აუცილებლად მიიღებთ იმ მოსავალს, რომლის მოლოდინიც გაქვთ. წარმატებებს გისურვებთ, მიყვარხართ და დროებით მომავალ შეხვედრამდე.